სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა მეტნაკლებად გამოცდილმა ქრისტიანმა სულიერ ცხოვრებაში იცის, რომ ღვთის სასუფეველში შემოდის რა, ანუ ღვთის სამეფოში, ეკლესიაში ის შედის ბრძოლაში. თუ ადამიანმა კარგად გააცნობიერა ნათლობის ესეული აღთქმა, ეს მისთვის სიახლეს არ უნდა წარმოადგენდეს. პრობლემა ალბათ ჩვენშიც არის, როცა ადამიანი ეკლესიაში მოდის, ვერ უხსნით ან არ ვაქცევთ ამას ყურადღებას, რომ ადამიანი მოდის ომში და როცა ადამიანი მოდის გაურკვეველი რელიგიური ცნობებით და ნაყოფს ელოდება თავიდან და ნაყოფი არის სიმშვიდე, სიხარული, ბედნიერება, მარადიული სიცოცხლე, ეს ყველაფერი ნაყოფია, რომელიც ნიშნავს, რომ შენში ღმერთი ცხოვრობს უკვე. როცა ნაყოფს ელოდება, ხო, რომელ სფეროში ხდება, სად ხდება ესე? სად ხდება, რომ აი ადამიანი იწყებს რაღაცა სფეროში მოღვაწეობას, ეს მეცნიერება იქნება, ხელოვნება, სპორტი, სად იქნება ეს, რომ ეს იგი იმ წამსვე პირველივე დღიდან, პირველივე კვირიდან ნაყოფს ელოდებოდეს. აქ ნაყოფს ელოდებიან. მაგრამ თუ ადამიანმა მეტნაკლებად გამოცდილება შეიძინა, იცის, რომ ის ბრძოლაში და ომში იმყოფება. და ეშმაკი ჩვენ ბევრნაირად გვებრძვის და ეშმაკთან ერთად გვებრძვის ჩვენი დაცემული ბუნებაც. აი ერთი ბერი, რომელსაც ისააკ ასური, დღესაც ისააკ ასურს მივმართავთ, რომ დაგმოძღვროს, თავის 34 სიტყვაში ერთი ბერის, ეს ბერი ვინ არის არ ვიცით, შეიძლება თვითონაც იყო თავის დროზე. არა აქვს ამას პრინციპული მნიშვნელობა. ესეთ რამეს ამბობს, რომ ერთმა ბერმა საკუთარი სენაკის კედლებზე სხვადასხვა გამონათქვამები და აზრები დაწერა. როდესაც კითხეს, თუ რას ნიშნავდა ეს, მან უპასუხა, რომ ესენი ჩემთან მყოფი ანგელოზისგან მოწოდებული მართალი გულის სიტყვებია. ანუ ეს იყო ბერი, რომელსაც სულიერი გამოცდილება ჰქონდა და არჩევდა, რომელი გულის სიტყვა ბოროტისგან და რომელი ანგელოზისგან. რასაც ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვარჩევთ. მიუხედავად ჩვენი მრავალი წელი ეკლესიურობისა. იმიტომ რომ ყოველთვის 99% ვთქვათ ასე, მაგრამ ქრისტიანთან თითქმის 100% შემთხვევაში ეშმაკის მიერ მოწოდებული გულის სიტყვა სიკეთის ნიღაბს ატარებს. როგორც წესი ეს ასეა. ამის მაგალითი თვითონ წმინდა წერილში გვაქვს. გაიხსენეთ, როგორ აცდუნებს ეშმაკი ევას. აი იქ რასაც ეუბნება, ესენი გულის სიტყვებია. გულის სიტყვებია და პირველი შეცდომა დაუშვა ევამ მაშინ, როდესაც პირველსავე სიტყვაში არ დაფიქრდა ის, რასაც ეუბნებოდა გველი, იყო თუ არა თანხვედრაში ღვთისნებასთან. და როგორც კი ეს შეცდომა დაუშვა, შეიტკბო ეს გულის სიტყვა და მან უკვე ფესვები გაიდგა და ბოლოს რაც მოხდა გეცით. იგივე გველი სატანა ცდილობს ქრისტეს ცდუნებას უდაბნოში, იგივე ცოდვებით, ეხლა ამას არ ჩავშლით, მაგრამ ეს მსგავსი გამოცდა იყო, მაგრამ ქრისტე რითი უპირისპირდება? წმინდა წერილიდან მოაქვს სიტყვები, რომელიც წარმოაჩენს ეშმაკის მიერ მაცდუნებელად მოტანილ გულის სიტყვებს და წარმოაჩენს როგორც ტყუილს, როგორც ღვთისნების საწინააღმდეგოს. ამით გვასწავლის, რომ გულის სიტყვა შევამოწმოთ, რამდენად თანხვედრაშია ღვთისნებასთან. და თუ ჩვენ ამის გაკეთება არ ვიცით, უნდა ვისწავლოთ. და თუ არ ვიცით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ყოველთვის ერთ და იგივე წრეზე ვივლით უკეთეს შემთხვევაში. უარეს შემთხვევაში მოხდება ჩვენი დეგრადირება, ჩვენი პიროვნებისა, როგორი რელიგიურებიც არ უნდა ვიყოთ. აი ეს მამა არჩევს იმ გულის სიტყვებს, რომელიც არის ანგელოზისგან. და მათ წერს, როგორც მართალ გულის სიტყვებს. და ეს გულის სიტყვები ჩემში მართალ აზრებს წარმოშობენ. მართალ აზრებს. რატო? იმიტომ რომ საღვთო ენერგიის მატარებელია, ანუ მადლის მატარებელია. იმიტომ წარმოშობს ის მართალ აზრებს. მე ვიწერ მათ, რატომ? რომ გონების დაბნელების დროს, ანუ
მიუხედავად მისი გამოცდილებისა, აქვს პერიოდები გონების დაბნელებისა. გონების დაბნელების დროს ვიხემძღვანელო მათით ამ აზრებით და ცდომილებებისგან. როგორც ცდომილებებისგან საიდან? ანუ უკვე არასწორი გულის სიტყვებისგან გავთავისუფლდე. და ჩვენ რადგან არა გვაქვს ეს ნიჭი გულის სიტყვების გარჩევისა, ამიტომ ჩვენ ვკითხულობთ წმინდა წერილს და წმინდა მამებს მუდმივად, რომ მათი დახმარებით ჩვენ სუსიკეთილი აზრები გქონდეს და როდესაც შემოვა უკეთური აზრი, მივხვდე, რომ ის უკეთურია. ისააკასური აგრძელებს, მოგმართავს. ნუ გაგიკვირდება, როდესაც სათნოებებში ვარჯიშობ, რასაც ქვია ქრისტიანული ცხოვრება, ქრისტიანული მცნებების დაცვა. ეხლა თან ნახეთ როგორ არის, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ წმინდა მამებს, ისააკასური მარტივი გასაგები არ არის თან. წმინდა მამათა იგივე ლოცვების, აი დილად უბრალო რაც აი თითქოს ზოგს შეიძლება გაზაპირებულიც ქონდეს, ზოგს საერთოდ არ წაუკითხავს არც ერთხელ, მაგრამ ზოგმა ზეპირათაც იცის. მაგრამ ერთია მისი კითხვა და ზეპირად ცოდნა და მეორეა მისი გაგება. იმისათვის რომ გავიგოთ ლოცვების ტექსტი, წმინდა წერილის ტექსტი და წმინდა მამების ტექსტი, ჩვენ უნდა ვცდილობდეთ შესაბამისად ვიცხოვროთ. ანუ თუ ადამიანი მამაო ჩვენოს ამბობს, მაგრამ არ ცდილობს, ჯერ კითხვებს არ სვავს, მერე არ იაზრებს, მერე პრაქტიკაში არ შემოყავს ეს ყველაფერი, თუ რას ნიშნავს იყო ღმერთის შვილი და ამას არ გამოეძიებს, მაშინ ის მამაო ჩვენოს ტექსტს ვერ გაიგებს. სულ ზეპირად იცის თქვა, ხო, მაგრამ ვერ გაიგებს იქ რა წერია. და ამის მაგალითები უამრავი გვაქვს, როცა ჩვენ კითხვებს უსვავთ ხოლმე, რომელიმე თქვა, აი ეს რას ნიშნავს მამაო ჩვენოში. სულ პატარა ლოცვაა, ხო? როგორც წესი ადამიანებმა ეს არ იციან. რატო? იმიტომ რომ პრაქტიკაში არ ხორციელებენ ამ ლოცვას, გესმით რა შეასაქმე. წმინდა მამა მოგმართავს, რომ სათნოებებში ვარჯიშობ, ანუ ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად ცდილობს სულიერ ცხოვრებას. ასეთ ადამიანებზეა საუბარი. ამიტომ ვინც სათნოებებში ვარჯიშობს, ვინც პრაქტიკულად ცდილობს სულიერად იცხოვროს, ის მეტნაკლებად წმინდა მამის სიტყვებს გაიგებს. ნუ გაგიკვირდება, როცა სათნოებებში ვარჯიშობ, მაგრამ მათგან ვერ ნუგეშობ, აი გვახსენდება ალბათ ჩვენი თავი, რომ თითქოს ყველაფერს აკეთებ, ლოცულობ, მარხულობ, წირვებზეც მოდიხარ, მოყვასთანაც ცდილობ, ეს ყველაზე რთულია. ყველაზე რთული ეს არის. ადამიანები მარხულობენ, ლოცულობენ, ესე იგი ეზიარებიან, იესოს ლოცვას სწავლობენ, წმინდა წერილს კითხულობენ, წმინდა მამებს კითხულობენ, კარგია, სათნოებებია ეს, ხო? რაღაც მძიმე სასყიდლო ცოდებში არ ჩადიან, მაგრამ მოყვასთან ურთიერთობაში წინსვლა არა აქვთ. ეს არის ოჯახის წევრების ურთიერთობა ერთმანეთთან, ეს არის მრევლის წევრების ურთიერთობა ერთმანეთთან და ასე შემდეგ. წმინდა მამა გვეუბნება, რომ სათნოებებში ვარჯიშობ, მაგრამ ვერ ნუგეშობ. ანუ ეს ყველაფერს ასრულებს, შეიძლება მოყვასთან ურთიერთობასაც ალაგებს. და დახმარებას ვერ გძნობ ღმერთისგან. გიჭირს ის, ლოცვაც გიჭირს, მარხვაც გიჭირს, ღვაწლი გიჭირს, აკეთებ, მაგრამ გიჭირს. სიხარული ნაკლები ახლავს. სანამ ადამიანი თავს არ დაიმდაბლებს, ისააკასური აგრძელებს. თავისი ღვაწლისთვის ჯილდოს ვერ მიიღებს. ნახეთ, თავდაბლობის გარეშე რომ ყველაფერი წყალში იყრება. ხოთაშორის თავდაბლობის არქონის ერთ-ერთი გამოვლინება არის განკითხვა და ჩვენ რო განვიკითხავთ, უნდა ვიცოდეთ, რომ თავდაბალნი არ ვართ. განკითხვა არის ესეც ცალკე თემაა, იმიტომ რომ განკითხვის გაგება ესე მარტივიც არ არის. რას ნიშნავს განკითხვა? ამაზე თუმცა ჩვენ ძალიან ხშირად და ბევრი გვისაუბრია და ბევრს საუბრობთ კიდევ ვისაუბრებთ. მაგრამ მოკლედ რომ ვთქვა, განკითხვა, სანამ განიკითხავ, თავდაბლობა არ გაქვს. და განკითხვა შეუძლია ყველაფერი წყალში ჩაგიყაროს. სასწაულ მოქმედი რო გახდე, იმასაც წყალში ჩაგიყრის. და განკითხვა ავლენს თავდაბლობის დეფიციტ შენში. რაც არ უნდა აკეთო და ვერაფერს ვერ გძნობ, ეს რატო ხდება? სანამ ადამიანი თავს არ დაიმდაბლებს, თავის ღვაწლისთვის ჯილდოს ვერ მიიღებს, რადგან ჯილდოს ვიღებთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც სულ ვივიწყებთ. ჯილდოს ვიღებთ არა ღვაწლის გამო. ანუ შენ რო იხწვი, ამისთვის ჯილდოს არ იღებ. რამე ახალია თქვენ გონიათ, გახსოვთ უფლის სიტყვები, როდესაც რამეს აკეთებ,
სიკეთეს ახთო საქმეს. და მოგივა თავში ესეთი აზრი, რომ ვაკარგრამებს აკეთებ, უფალი გეუბნება, ჩემგან მადლობაც არ გეკუთვნის. შეიცხადებ. რატო? იმიტომ რომ შენ მოვალეობას აღასრულებ. ანუ შენ რომ ქრისტიანი ხარ, ქრისტეს მიერი ცხოვრება არის შენი ვალდებულება, როგორც ღვთისშვილისა, როგორც სასუფეველის მოქალაქისა. და ამისთვის ჯილდო არ გეკუთვნის და ამას ამბობს ზუსტად ისააკ ასური. რადგან ჯილდოს ვიღებთ არა 8 წლის გამო, რომელიც ჩვენი ვალდებულებაა, თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, არამედ თავდაბლობისათვის. რატომ? იმიტომ რომ თავდაბლობით რა არის ჯილდო? რას ნიშნავს ჯილდოს იღებ? რა პედალის ჩამოკიდება გვინდა თუ რა არის? რა არის ჯილდო? ჯილდო არის ქრისტეს მსგავსი რომ ხდები და შენში რო ღმერთი შემოდის როგორც მარადიული სიცოცხლე. აი ეგ არის ჯილდო. შენ როცა ღმერთს განიცდი, ღმერთთან ერთობის გამოცდილება რო გენიჭება. ეს არის ბედნიერი. ჯილდო ეს არის როცა შენ ქრისტეს ღმერთობა გამოცდილებით, შინაგანი გამოცდილებით გიდასტურდება. ჩვენ ისედაც ბედნიერები ვართ, იმიტომ რომ ქრისტეს ღმერთობა გვწამს. რამდენი ადამიანია, რამდენი მილიარდიანი ადამიანია დედამიწაზე. და რამდენს წამს იქედან, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. და რამდენია ისეთი, ვისაც თითქოს და სწამს, მიეცა ეს რაღაც გულისმიერად ერთხელ. და ეკლესიაში მოდის იმისათვის, რომ ეგრევე ჯილდო მიიღოს. რომ მოდის ანგარებისათვის, არა ერთგულებისათვის, არამედ ანგარებისათვის. ადამიანი, რომელიც ითხოვს ღმერთისგან, ხო, ერთი რამე ვიცოდეთ, თუ ვითხოვთ ღმერთისგან, ეს ნიშნავს, რომ ეს ჩვენი პიროვნება ამ წუთში არის აი ასეთი. მე ვითხოვ ღმერთისგან. და მე თუ ვითხოვ ღმერთისგან, იცოდეთ, რომ მე ვითხოვ შენგანაც, თქვენგანაც ვითხოვ, გესმით? და რას ვითხოვ ღმერთისგან? ღმერთისგან ვითხოვ, რომ მომემსახუროს. რა თქმა უნდა, ის მომემსახურა მე, ჩემთვის მოკვდა, ჩემი ცოდვების გამო ის მოკვდა, მაგრამ მე კიდო მინდა მომემსახუროს. იმიტომ რომ 1000 პრობლემა მაქვს. 1000 რაღაცა მჭირდება. უსამართლოდ მეკცევიან და ასე შემდეგ. მე სულ ვითხოვ, რომ ღმერთი მომემსახუროს და სულ ვითხოვ მისგან სასწაულს. თუმცა სახარებაში და მახსოვდეს, რომ ნათესავი მემრუშე და ბოროტის სასწაულს ეძებს. მაგრამ ვიმეორებ, მე თუ ვითხოვ ღმერთისგან და ესე იგი მე მის მიმართ უანგარებით ვარ, იცოდეთ და თუ განსასწრელის გამო რწმენა მაკლდება, აი ეს განსასწრელი ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით. აი რაღაცა ძიმე განსასწრელი მოვიდა შენ ცხოვრებაში. ვიღაც ადამიანები ან ცხოვრება საერთოდ სამყარო აღდგა შენს წინააღმდეგ უსამართლოდ, დააკვირდი. ლოცვის სურვილი გაკლდება, რწმენა გაკლდება, უიმედობაში ვარდებ. ესე იგი შენ აქ ახარ ანგარებით. თუ თავზე ხელს გისვავს ღმერთი გწამს, თუ არ გისვავს თავზე ხელს არ აგწამს. წარმოიდგინეთ, ღმერთი ადამიანად მოვიდა და უახლოესი გარემოცვა. რამდენჯერ გიფიქრიათ, რომ აი მე რო ქრისტეს დროს დავბადებულიყავი და ქრისტე რომ მენახა და მისი მოწაფერო გამხდარიყავი, გაიხსენეთ რა უქნეს მის მოწაფეებს. რა უქნეს? საშინელი ტანჯვით აწამეს. ერთადერთი იოანე გადარჩა სასწაულებლად, თუმცა მანამდე ის გავარვარებულ ზეთში ჩასვეს. უბრალოდ სასწაული მოხდა. და დანარჩენებზე გონება მიუწვდომელი ტანჯვა ქონა ზოგს ისე ტანჯვას. რა კარგია ხო ესე იგი ეს ქრისტეს მოწაფეობა. ამიტომ ჩვენ ძალიან ხშირ ტყუილუბრალოდ გვაქვს ხოლმე ეს ისა, რომ აი ნეტა იმ დროს ყოფილიყავ. სამყაროს ზულს ნებისმიერი ადამიანი რაც უფრო მეტად არის ის ქრისტესთან. ხო და აი როდესაც ეს განცდა მოდის, რომ მთელი ყველა შენ წინააღმდეგ არის და ღმერთი რატომღაც დუმს და დააკვირდი შენ თავს ამ დროს და შენში თუ რწმენა იკლებს და რწმენის მოკლება ნიშნავს უიმედობას, დეპრესიას, სასოწარკვეთილებას, ტირილს, საკუთარი თავის სიბრალულს და ასე შემდეგ, ეს ნიშნავს იმას, რომ ესე იგი შენ აქ ანგარებით ხარ. და თუ შენ ანგარებით ხარ ეკლესიაში და ითხოვ ეს ნიშნავს, რომ ღმერთისგან ითხოვ მოგემსახუროს, იცოდეთ, რომ შენ აუცილებლად ითხოვ მოყვასისგან მოგემსახუროს. და გაგიკვირდება, როდესაც შენ არ მოგემსახურებიან, ან როცა დაინახავ, რომ რაღაც მაინდამაინც სიყვარულს შენს მიმართ არ გამოხატავენ. ხდები პრეტენზიული
ხდები ავი, გექმნება სერიოზული პრობლემები სულიერ ცხოვრებაში მოყვასთან ურთიერთობებში. და აი სწორედ თავდაბლობა არის, რომელიც ამ ყველაფრისგან გიხსნის და ქრისტე როგორ ამბობს. ჩემგან ისწავლეთ და საოცარი სიტყვებია, ღმერთი რო გეტყვის ჩემგან ისწავლეთ და მხოლოდ ორ სიტყვას გეუბნება. არ უთქვია სასწაულების მოხდენა ისწავლეთ ჩემგან, წყალზე სიარული, მკვდრების აღდგინება, ხო, მსგავს არაფერს არ ამბობს. მხოლოდ ერთ რამეს ამბობს, ორ სიტყვას, მშვიდვარდამ დაბალ გულით. საოცრებაა, ხო? და ეს არ არის ფსიქოსომატური სიმშვიდე და ფსიქოსომატური სიმდაბლე. ეს არის ჩვენში ღმერთის მყოფობა და ვისაც ეს ერთხელ მაინც განუცდია, მან ისისო სხვა არც არაფერი არ ჭირდება ადამიანს. დიდხანს სიცოცხლეც არ ჭირდება. არაფერი არ ჭირდება. გარდა იმისა, რომ ღმერთი შენთან არის. მაგრამ ეს არის ჯილდო ზუსტად და შენ თუ თავდაბლობისკენ ნაბიჯს არ დგავ, შენ თუ იმ უძღების შვილის მდგომარეობაში ხარ, რომელიც წავიდა და ჯერ არ დაბრუნებულა, ან წავიდა იმ წუმპეში და იქ ელოდება, არაფერი არ გამოვა. მამა კი დახვდება გზაზე მას, მაგრამ მას შემდეგ რაც ის თავის ნებას რო იყოს ღმერთთან საქმეში გამოხატავს, იმ წუმპიდან წამოვა და მამისკენ გზაზე მიდის და აი მაშინ გამოექანება მამამ და მაშინ ჩაიკრავს გულში. გესმის? და ჩვენ ხო ყველანი უძღების შვილები ვართ. ჩვენ ხო არცეთი არა ვართ სუფთები. ჩვენ ხო სამწუხაროდ გული გავიბინძურეთ ამ სოფელში და მე მოვედით ეკლესიაში იმ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვინც ბავშვებიდან ეკლესიაში აღიზარდა და ესეთი სადავართ ჩვენ ასეთები. გესმით? ამიტომ ეს გავითვალისწინოთ, რომ თავდაბლობისთვის ვიღებთ და თავდაბლობის garaშე ქრისტეს ვერ ვემსგავსებით, ამიტომ ქრისტესთვის ჩვენი გული დახურულია და რადგან ღმერთი ჩვენში არ შემოდის, ჯილდოც ღმერთია ჩვენთვის, მამას უფროს შვილს ეუბნება, ჩემი ყველაფერი შენია. აი ჯილდო რა არის. ჩემი ყველაფერი შენია. და ეს რომ მოხდეს, ჩვენ უნდა მისი მსგავსი გავხდეთ. რამე თუ იანო მოციქულიც გვეუბნება, ხო, რამდენჯერ მithქვავს, ცხონებული ადამიანი როგორია, ვიხილავთ მას და დავინახავთ, რომ ჩვენ ისეთები ვართ, როგორიც ის არის. აი ეს პროცესი უნდა დაიწყოს ჩვენში. და ეს თავდაბლობის garaშე არ ხდება. რამე თუ ამ უკანასკნელის აგრძელებს ისააკ ასური, ანუ თავდაბლობის სათნოების შეურაცხმყოფელი, ვინც შეურაცხყოფს თავდაბლობის სათნოებას და პირველ რიგში ექსვლინდება მოყვასთან ურთიერთობაში და აკვირდით ერთმანეთთან ურთიერთობას. ამის შეურაცხყოფელი იმ პირველის, ანუ 8 წლის სათნოებების დამკარგველიცაა, რაც გითხარით, ყველაფერს წყალში ჩაყრის. ზოგადად სათნოება დედა არის მგლოვარებისა. საინტერესოა, ხო, აი სათნოება და სათნოებაში წარმატებული ადამიანი ვარ. ისააკ ასური ამასოფლის სულის, ამასოფლის კანონის, ამასოფლის აზროვნების საწინააღმდეგო რამეს გვეუბნება. ანუ სათნოებაში ვარჯიში, ანუ უფრო და უფრო ვემსგავსები ღვთისმცნებების ზედმიწევნითი აღსრულებას ვთვლილობ, ხო, ეს არის სათნოებაში ვარჯიში. და საოცარ რამეს ამბობს. თუ შენ მართლა ესე აკეთებ, უანგარო და თუ შენ მართლა სათნოებებში ვარჯიშობ, რას ამბობს? ზოგადად სათნოება დედაა მგლოვარების, ანუ მწუხარების. აი, მე სხვა რამეს ველოდებოდი. ესე იგი სათნოებებში ვარჯიშობ და ეს ამის დაყოფად რა უნდა გამოვიღო? დედა მგლოვარების, ანუ მგლოვარება, გულის შემოსრულება, მწუხარება უნდა გამოვიღო? დიახ, ოღონ არა მწუხარება ამას სოფლისთვის, როცა ამ სოფელში წარუმატებლობა მაქვს, არამედ მწუხარება ქრისტესთვის, ქრისტესთვის მწუხარება, ქრისტესთვის მგლოვარება. ეს რა არის? ეს მხოლოდ გამოცდილებით გაიგება. ამის გაგება შეუძლებელია თეორიულად ქრისტესთვის მგლოვარება, ქრისტესთვის. მაგრამ გამოცდილებით ამის გაგება შესაძლებელია. მაგალითები ბევრი მოყვავს. როდესაც ადამიანს მეორე ადამიანი უყვარს, განსაკუთრებულად პატარას, სუფთას, და როცა მისი გული სავსეა სიყვარულის სუბიექტით, როცა მას ვერ ხედავს, როცა მასთან ურთიერთობა არ შეუულია, წვდომა არ აქვს, მარტო ფიქრობს ღამაზე და მის განშორებულობის გამო მგლოვარებს. ტარიელის მაგალითი რაღა შორს წავიდეთ, ყველასთვის ცნობილი. აი ტარიელი, ეს სიმბოლური სახე, ცოცხალია, მაგრამ ცოცხალი არ არის. რატომ? იმიტომ რომ უყვარს. ეს არის მგლოვარება. და როცა შენ ქრისტეს გაიცნობ, როცა შენ გულს განიწმენდ, როცა შენში ქრისტესადმი სიყვარული ჩდება,
მაგრამ ამას წინ უსწრებს მადლიერება, ამდენ მილიარდ ადამიანში გამოგარჩია და მოქცა თავისი ღმერთობის წმენა, რომელიც სრულიად საკმარისია, რომ ბედნიერი იყო და ამ მადლიერების მერე მოდის ეს სიყვარული. რა თქმა უნდა, მგლოვარებას იწყებ, იმიტომ რომ სიყვარული გააქვს, მასთან გულში მყოფობის პატარა გამოცდილება გააქვს, მაგრამ რეალურად მასთან არ ახარ. ლოცვის დროს, ზიარების დროს, გენატრება და ვერ მისწვდი, როგორც სიმონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, როგორც სინათლეს ვერ მოკიდებ ხელს, ხედავა არის შენთან მოვიდა, მაგრამ ხელს ვერ კიდებ, გისყლტება ესე, გისყლტება ხელიდან და რა გემართება ამ დროს, გლოვარება. გესმით, აი სათნოება თუ სწორად, ცნებებს სწორად აღასრულებ, აი მაშინ აუცილებლად უანგაროდ აღასრულებ. მაშინ აუცილებლად შენში ჩდება ღვთისადმი სიყვარული და ასეც ამბობს უფალი, მე იმას ვუყვარვარ, ვინ ჩემ ცნებებს აღასრულებს და აი ეს სიყვარული და განშორებულობა ერთდროულად ბადებს შენში წუხარებას და მგლოვარებას. მგლოვარებისაგან იბადება თავდაბლობა. თავდაბლობა იბადება. ამიტომ როგორ შეიძლება შენ განიკითხო სხვა უღმერთო, როდესაც შენ მიუხედავად მცდელობისა, ყველაფრისა მაინც უღმერთო ხარ, იმიტომ რომ ნეტარიყვნენ წმინდანი გულით რა მათ უმად ღმერთი იხილონ და ჯერ ვერ გაქვს ის კავშირი ღმერთთან და თან ქრისტეს სიტყვები იცი, რომ ვისაც მე უყვარვარ, მას მამა შეიყვარებს. მოვალ და დაუმკვიდრდებით მასში და ასევე სული წმინდა ღმერთი მოვა და მარადიულად დამკვიდრდება მასში. და ეს რომ არ მომხდარა, ესე გამოდის, რომ მე ჯერ არ მიყვარს ქრისტე როგორც საჭიროა. ჩემი გული არ განწმენდილა ჯერ. ანუ რა, ცოდვილი ვარ. და როგორ შემიძლია განვიკითხო სხვა ცოდვილი, როცა მე ცოდვილი ვარ. თუნდაც ჩემზე მეტად ცოდვილი იყოს დაუშვათ. რა მე? რას ნიშნავს? ის და მეც უღმერთო ვარ. ფაქტობრივად ასეა. და იმასთან შედარებით მე ვიცი, და იმან არ იცის. და მე რო ვიცი, არ ვაკეთებ იმდენს, რა ღმერთს არ უნდა, რომ ჩემს გულში დამკვიდრდეს, ამისთვის არ შემქმნა, ესე იგი რაღაცას ვაკლებ და იმ საწოდავმა ხო არ იცის. ამიტომ რა აქვს ჩემი განსაკითხი იმას. ამიტომ ამბობს, რომ მგლოვარებისაგან იბადება თავდაბლობა, ხოლო მდაბალს მიეცემა მადლი. გახსოვთ ხო, ფსალმური სიტყვებია. ამ პარტავას შემოსრავს ღმერთი და მდაბალსა მისცემს მადლს. წყალობა არ გვეძლევა. წყალობა არ გვეძლევა, კიდევ ერთხელ იმეორებს. აღსრულებული სათნოებების და არც მათთვის გაწეული ღვაწლისთვის არ გვეძლევა, არამედ მათგან შობილი თავდაბლობის გამო. და თუ ეს უკანასკნელი განილევა თავდაბლობა და დაიკარგება, მაშინ ყველაფერი დანარჩენი ამოიქნება. შეგვეწიოს უფალი, შეგვეწიოს წმინდა ისააკ ასური და მოგცეს სიბრძნე მისი სიტყვების გაგებისა, რომელიც შეუძლებელია თუ ჩვენ პარალელურად არ ვეცდებით, რომ შესაბამისად ვიცხოვროთ, მოგცეს უფალმა ნიჭი თავდაბლობისა. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.